კაცობრიობის განვითარების ლოგიკა არის, რომ USAID გვხვდება თუ ესე სხვა რატო ხანახე ანუ ყველა იმ კაცობრიობა რაღაც მასობრიობაში ყველამ გაიგო რომ ანუ ადამიანების და მეტადრე სახელმწიფოებად გამოხატული ადამიანების მოქმედებების უკან დგას ინტერესები და მეორე რაღაცა გაიგო რომ ეს რბილი ძალები უკანას დგას ხისტი ძალა აი ეს ორი რაღაცა გაიგო და შესაბამისად უკვე რბილი ძალის ფუნქციონირება რაღაცნაირად კარგავს აზრს რატო ანუ შენ უკვე რომ 1000 ჯერ გეტყვიან ინტერნეტში ნახავ სხვადასხვა წყაროებს გაეცნობი რომ ეს რბილი ძალა მართლა იმისთვის კი არ არის რომ შენ აქ რაღაცა მწვანე ენერგიებზე რეკლამები გაგიკეთოს არამედ იმისთვის არის რომ აგაყირაოს და ამას უბრალოდ კი არ ევეთყვით ესე ტელევიზიიდან ეს ასე არა დოკუმენტებს ვაჩვენებთ იმ კადრებს ვაჩვენებთ რომელიც მათი ამ მიტინგები და შეკრებებიდან არის ამოღებული და ამას ჩვენ უკვე აღარ ვაჩვენებთ აღარ არის ისინი თვითონაც არა ეს ჩვენ ვაჩვენებდით ხო ვაჩვენებთ მან დამთავრდა თემა ჩვენ ვზივართ და უყურებთ ჩვენ ადრე ვაჩვენებდით ხო იმათ უფრო კაი კადრებია იმათ უფრო კარგი კადრებია და უფრო კარგი ინფორმაციაც აქვს ზუსტად 100%-იანი მაგითო იყო რომ როცა მასკის ხალხი შევიდა ოფისში ვიღაც დაცვა გაუწია შეწინააღმდეგობა და მე მგონი გააგდეს ის ხალხი ხო ანუ ესეთი რაღაცეები ხდება ნახე რომ ანუ კაცობრიობა იზრდება და უკვე აი ეს მრავალპოლუსიანობას ასაც ვეძახი აი ესეთი იქნება ანუ მეფე შიშველია ანუ ძალაუფლების მეფე არის ანუ მე არ ვამბობ კონკრეტულ ამერიკის აი თვითონ ანუ ძალაუფლების ბუნება რო წარმართავს ახალ სტილზე მართვისა ახალ სტილზე საერთაშორისო ურთიერთობისა რა კომენტარს გაკეთებდი მე რაც ხო მე ვიტყოდი რომ ეს არის კარგი რაღაცა ეს შეიძლება ეხა ტრამპის ყველას ძელკა ყველა ჩვენგანს არ მოგწონდეს მაგრამ ის რომ რაღაცები ერთი მოგეწონოს ანუ სინათლეზე რომ გამოდის ეს არის კარგი და ჯობია მე არ მინდა მაგალითად ის რომ ამერიკა იყოს სუსტი იმიტომ რომ ამერიკამ რუსეთი და ჩინეთი უნდა დააბალანსოს და პირიქით და სწორედ აი ამ ბალანსის და ამ ეკვილიბრიუმის მდგომარეობაში ჩვენ არის სახელმწიფოებს თუ გონივრულად მოვიქცევით როგორც ბოლო 4 წელია ვიქცევი ბევრად მეტი შანსი გვაქვს ვიდრე რომ ამერიკა იყოს მონოჰეგემონი ან რუსეთი და როდესაც შენ მოდიხარ და ეუბნები რომ მე მინდა რომ აი აქ რაღაცა გზამ გაიაროს ან რაღაცა სტრატეგიული ამბავი შენგან მინდა ამერიკა გეუბნება რომ აი მაგაცა მომეც აუ შენ დაგელაპარაკები NGO-ებით კი არ ამოგაყირავე ოღონდ მე უცებ მეორე იყო რაც აქამდე იყო მეორე ხდებოდა რომ მოდიოდნენ მილიონებს ათეულობის მილიონებს ასეულობის მილიონებს ახარჯავდნენ აი ამ ჩათლახებს მართლა არამზადებს და გარყევდნენ რა და ყოველთვის მეტი შანსია გარიგებაში მეტი ამოიღო ვიდრე აი რაღაცა ერთ რაღაცას ვიყე საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა რა არ გაფუჭდებოდა საქართველოს ქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ამერიკას უბრალოდ მოხდა ის რომ გითხეს რომ თქვენ ახლა უნდა შეეწიროთ ზვარაკად მომეცი ვაჭრობა შეგიძლია უთხრა მომეცი უვიზო მომეცი ვაჭრობა ეს ის ფრენა მომეცი და ბევრი რამე შეიძლება რაც შეიძლება გამოივადეს ამერიკას რეგიონში ეყოლებოდა ძალიან პარტნიორი ჩვენაირი არ არის გამორჩეული რომ ყავდეს კიდე